მაგან იცის რომ ეს პედოფილობით რო შევიდეს ციხეში რა ელოდება და ან თავი უნდა მოიკლას ან მე უნდა მომკლას. ნათიას რამდენიმე დღის წინ 5 წლის შვილმა საზარელი ამბავი მოუყვა. პატარა გოგონა ამბობს რომ მასზე მეზობელი ძალადობდა. თან რამდენიმე ხნის განმავლობაში. შევყავდიო სახშიო ხელს მიჭერდაო და თავის იმას ხელს მაკიდინებდაო. რო გადაიწიაო რო ეს გამაკეთებინაო ის ყველაფერიო და გადაიწიაო და თეთრი ხორცი გამოუჩნდაო და არ მახსოვს მერე. დიდი ადამიანი ვერ მოიგონებს ასეთ ფანტაზიას. 4 წლის ბავშვი ხო ისეთ რაღაცებს ყვებოდა. ტელევიზორს არ აქვს თუ ან კომპიუტერში ნახა რაღაცა რომ ეგეთ რაღაცებია. თუ ემუქრებოდა ბავშვს ეკუდელეთ. და ლურსმანზე მიგაჭირდა და ისე ჩამოგახსოვო და დედაშენსაც ანალოგიურს გაუკეთებო. და ბავშვი შიშით ვერ ამბობდა ვერაფერს. ოჯახი და მეზობლები სოსიტაშვილს ფიზიკურად იმავე ღამეს გაუსწორდნენ. ამის შემდეგ პოლიციას მიმართეს და მამაკაცის დაკავება მოითხოვეს. ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებმა სოსიტაშვილი პოლიციაში მიიყვანეს და მალევე გაათავისუფლეს. ოჯახს განუცხადეს, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. გდანი ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა 5 წლის გოგონაც. თუ შეიძლება ბავშვს გავესაუბრებითო და მე ნამდვილად არ ვიცი ესეთი რაღაცა ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა და დავთანხმდით თურმე არ ყოფილა ეს კანონში რომ ბავშვი დაკითხონ. ესეთი პატარა ბავშვი დაკითხონ. ბავშვი დაკითხეს თქვენ გარეშე? ჩემ გარეშე. 9 საათი იყო დაკითხვაზე ბავშვი. სუსტად ის გამონაცვალი რაც ეცვა ბავშვს არ იყო გახტილი. კითხეთ ბავშვს როგორი ყდიდა, როგორ გიკეთებდა და ბავშვმა რო თქვა არაო, ტრუსიკიდანო გავხედეთ და ხა ყველა ქალები ვართ, ყველა ხვდებით რაშია საქმე და ტრუსიკში ლაქები უპოვეთ ბავშვს. შევედი გამომძიებელთან, უკაცრავად 1 წუთით მეთქი და კი მობზანდითო და მეთქეთ ნახეთ ბავშვი საცვალი მეთქი. რო გახედეს ეგრევე გახადეთ და ჩაგვაბარეთო. გავხადეთ ბავშვს საცვალი და მივეცით. არანაირი რეაგირება არ არის, არანაირი პასუხი არ არსებულია. გამომძიებელი მიდიოდა მანამდეც გაქცევას აპირებდა თურმე იქიდან ისე მიუსწრო გამომძიებელი. ეხლა კიბერკვევი ამ საქმეში და რო რეკავს უფრო შეუბნება რომ რა უყო გაქცევას აპირებდა ისე მიუსწარი. ჩატენეთ მანქანაში და მოიყვანეთ აქ. მეზობლები იმასაც ყვებიან, რომ სოსიტაშვილი მსგავს ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული. მას გაფრთხილებაც მისცეს. ეხლა აბა ზაზა სოსიტაშვილზე არ ყოფილა პირველი შემთხვევა. ეგ ადრე იყო 2 წლის წინ. გადავარჩინე, გავაპარე ამ კორპუსიდან. იყო ბავშვებზე ხელის მოსმები, გადახვევები, აბა ჩემთან მოდით, კამფეტებს გიყიდით. მე გავაძევეთ კორპუსიდან. 7 თვის შემდეგ მოვიდა, იმაში ვიყავიო, ეკლესიაშიო, მოვინანიო, ესეო ყველაფერი კარგად არისო და ნუ ეხა ადამიანები ვართ და შემოუშვით. ეს ბავშვი პირველი არ არის ამ კორპუსში. ამ კორპუსში ჩვენ გავახმაურეთ და ჩვენ გავიყვირეთ, თორე სხვების ოჯახებში ყოფილა თურმე ეხლა გვესმის. არ ამბობენ ისინი მამაო? არა, ეხლა არ ამბობენ. რატო არ თქვით მეთქი რო უთხარი სახელის გატეხვის შეგვიშვინდა. სოსიტაშვილი მომხდარის შემდეგ ამ სახლში აღარ ცხოვრობს. როგორც მისი ნაცნობები ამბობენ, ის რამდენიმეჯერ კორპუსის მახლობლად შენიშნეს. დაზარალებულები იმასაც ყვებიან, რომ მათ სოსიტაშვილი ახლაც ემუქრება. რამდენჯერ გავიყო შიშით. რომ მივდივარ სუაკეთიკით ვიყურები არსაიდან მოვიდეს და ეხლა არა და მე პოლიციას უთხარი, დაიჭერთ, არ დაიჭერთ და მე ვკლავ. საქმეს გლდანი ნაძალადევის პოლიცია იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან Fresh News მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობეს, რომ საქმე აღძრულია და სოსიტაშვილი მოწმის სახით დაიკითხა. აღნიშნული პიროვნება დაკავებული არ ყოფილა, მოწმის სტატუსით დაიკითხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამარჯობა. საქმის გამომძიებელმა ერთ-ერთ მეზობელს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ სოსიტაშვილის ადგილსამყოფელი იციან და გამოძიების დასრულებას ელიან. ეს პიროვნება სად არის ამჟამად და ამ წუთას? მონასტერში არის, დაბადებული. რომელ მონასტერშია? მე რო დავწმუნდე პირადად მე რო წავიდე მაინტერესებს. არ ვიცი ახლა რომელ მონასტერშია. როგორ გამომძიებელი ბრძანდები შემოგევლი და არ იცი რომელ მონასტერშია, ოჯახს ემუქრება, ორჯერ უკვე ერთხელ მეზობელმა ნახა მარტო. ბატონო? მოგძანდი რა გარკვეულსაც მაშინ. სკოლამდე გაიჭერეთ მოგძანდი და გელაპარაკები. აქ ფიქრობენ, რომ სოსიტაშვილს პოლიცია მფარველობს. მისი მეზობლები ამბობენ, რომ სამართალდამცავები მისგან გარკვეულ ინფორმაციას იღებენ და მას სწორედ ამიტომ არ აკავებენ. ალბათ აგენტია მილიციის.
ჩემი ვერსია ეს არის. მილიციის აგენტი როცა არის ადამიანი, ერთი დღითაც რო დააკავონ, ზარალში არიან. რა თქმა უნდა, პოლიცია ფარველობს ყველანაირად. ამდენი ხანი გამოსაძიებელი ეს კვლელობა არ იყო. არც ყაჩაღობა იყო. ეგ იყო პოლიციასთან შეკრული. მე რამდენადაც ვიცი და ვიცი 100%-იანი ინფორმაცია. მოხდა ვთქვათ ერთხელ ისეთი რაღაცა, რომ ზაზა არ დააკავეს, მეორედ მოხდა ისეთი რაღაცა. სოსიტაშვილი ადრე რამდენიმე მუხლით იყო ნასამართლევი. სხვადასხვა დანაშაულისთვის 17 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს გათავისუფლდა. ამის შემდეგ მერვე საავადმყოფოს ეზოში დევნილთა და მიუსაფართა საერთო საცხოვრებელში დასახლდა. ყველასთვის გაუგებარია, რატომ არ აკავებს პოლიცია სოსიტაშვილს, მაშინ, როდესაც 5 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობა პირველი არ იყო და საქმის დეტალები კორპუსში ყველა მიცის.